მოგესალმებით, ბრუნდები მორიგი ვიდეოთი, სადაც შემოგთავაზებთ მე-7 და მე-8 ტურის პარტიებს. და სხვა რაღაცასაც ვიტყვი ბოლოს, წინას არ გეტყვით. ვისაც არ გინახავთ წინა პარტიები, შეგიძლიათ ნახოთ. საკმაოდ საინტერესოა საკუთარ შეცდომებზე სწავლა, შეუძლია სხვა შეცდომებზე ისწავლოთ, ამიტომ ნახეთ ის პარტიები და ისწავლეთ ჩემს შეცდომებზე. გამოგადგებათ ნამდვილად, დამიჯერეთ. მსგავსი შეცდომები არ უნდა გაიმეოროთ. და პარტიებიც საინტერესოა რა. მოკლედ გავაგრძელოთ ახლა მე-7 პარტიით, სადაც ხდებოდი. ვაცრავად თუ სწორად ვთქვი, ტავაკალიან აზატს, რომელსაც 1858 ჰქონდა რეიტინგი. უკვე ამ პარტიაზე მოვდივარ. ბევრი თავის მართლება აღარ მინდა, ისევ სიცხე მაქვს რაღაცები ცუდად ავარ, მაგრამ мотивация ძალიან ნაკლები მაქვს ამ პარტიაზე, რომ თამაში სრული აღარ მაქვს, რა მე-4 ტურის მერე მართლა ჭადრახთან გაყარებაც აღარ მინდოდა და ვთამაშობ ფაქტობრივად ძალის ძალად სამწუხაროდ, რეალობა ეგეთი იყო. მოვედი C4, ხედარ F6, S3, G2, ხედარ F3, Q5, ლაზერი B3 მოვედი, ლაზერი B6, ხედარი C3 მოვედი, რაც არაერთლად საუკეთესო სლავ, მოვედი D4, რაც არ არის ზუსტი გაგრძელება, D3 ბევრად უკეთესი არის. მოდის A6 და ვთამაშობ ლაზერი A4-ს. როგორც ხედავთ, ეს ბოლო პარტიები რაღაც ცოტა არაადეკვატურ სლებს ვაკეთებ დასაწყისიდანვე და რეალურად ეს პარტია ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია მაგის. ხედარი D7 CD მოკალი, რაც გრძნობდი რომ არ იყოს სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ მომინდა მოკლა და მოვკალი ასეთი უცნაური რაღაც მიზეზის გამო, გავაკეთე როქი, მოვიდა Q6. თლად ზუსტი Q6 არ არის, როგორც კომპიუტერი ამბობს, Q6 შობია Q7, თუმცა არაფერი ისეთი არ ხდება აქ. ოდნავ მინუსია შავებისთვის და აქ ვიფიქრე დაახლოებით 50 წუთი. კიდევ ერთი უყაზრონა ფიქრი. ამ პარტიებიდან რაც შეიძლება გამოიტანოთ დასკვნა და რაზე შეიძლება ისწავლოთ ერთ-ერთი, ის არის რომ უაზროდ არ უნდა იფიქროთ ძალიან ბევრი. და ზოგადად ძალიან ბევრი ფიქრი ჭადრაკს არ უხდება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იმიტომ რომ ხშირად მოყვება ცუდი სულები. ან თუ ცუდი სულები არ მოყვება, მე რაღაც ისეთი მოხდება, რომ დრო დაგჭირდებათ ბოლოსკენ და არ გეყოფათ და ასე შემდეგ. აქ ხედავ რომ მოკლედ D4-ის გატარება მინდა, ძალიან ვარ გავწელო და E4-ს ვერ ვატარებ აშკარად. და სწორი სულა ხედარი D2 როა, მაგას აღვიქვა მაქვს, რომ სადღაც მე E4 გავატარო, როქს რო გააკეთებს, მაგალითად ხედარი D2 თუ მომდა როქს გააკეთებს, მე მივიდე E4-ს და ეს რო გაიცვლება. ამასაც თუ მოკლავს, ეს არ უნდა მოკლავს ეს, თუ მოკლავ თქვა და Q-გაწია E7-ზე. ეს პოზიცია უნდა ვითამაშო რა. ისე ვითამაშ დებიუტი, რომ უკეთესი შანსები აღარ მაქვს. თუმცა ამის გაკეთება არ მინდა და მე ვითვლი E4-ს, რომელიც არ არის სწორი არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ვითვლი E4-ს, ვითვლი მოკლედ გამწარებული და ვითვლი რომ არაფერი არ გამოდის E4-ზე რა. ასე ვითვლი მხედარი A4-ს, როცა E4-ზე მივხვდი რომ არაფერი გამოდიოდა, თუმცა Q7-ის მერე მიწევდა Q3-ის თამაში და ესეც არ მომწონდა. მე აქ მაინც მინდოდა E4 გამეტარებია, მაინც არ გამოდიოდა კარგი სულ. მოკლედ ამდენი უაზრო ფიქრის მერე ვითამაშე მაინც E4. ხედარი E4, მხედარი A4, აქ ცოტა სასაცილოდ არის ახლა მას. Great move აწერია, თუმცა საუკეთესო სულა არის, მაგრამ ხედარი A4 აქ ბუნებრივია ძალიან. Q7 საუკეთესო სულა, ხედარი E4, D და რეალურად არაფრის გამო შევწირებ. აი კი აქ Q3-ს უნდა მოვიდე თითქოს. თუმცა აქ თამაშობ ძალიან ცუდ სულას, რაც არასოდეს არ უნდა გააკეთოთ. ასეთ პოზიციებში Q-კლავს E4. Q-კლავს E4-ის მერე არის წაგებული ეგრევე. Q-კლავს E4, ეტლი 1, ხედარი F6. ძალიან სწორი გადაწყვეტილება და ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება რეალურად უნდა იზრუნოს შამო, რომ ეგრე შეინარჩუნოს ეს. Q-ს ეგრევე ინარჩუნებს, მაგრამ მეფის სისუსტის გამო და შავი ჯების სისუსტის გამო მე ვნახავთ რაც მოხდება. აქ მოვიდივარ F3-ს და Q-4, Q-4-ს არ მოვიდა, უბრალოდ გზელოქი გააკეთა. გზელოქიც მოგებული, თუმცა აქ მე Q-4-ს უყურებდი. და Q-4 რომ მოსულიყო, ან რთულესი მდგომარეობა მაქვს უკვე რა. სიმართლე გითხრათ აღარ მახსოვს რას ვაპირებდი Q-4-ზე. ეტლი 2 იძულებული ვიქნებოდი ალბათ და ლაზერი. ამაზე შეიძლება Q-3-ს ფიქრობდი რა. ალბათ ეგრე იყო.
ლაზერს გაწევდა უბრალოდ და არაფერი არ არის. უბრალოდ ფიგურას ვაგებ და წაგებული პოზიცია მიდგას. ძალიან ცუდი, ეგრევე ვაგებდი, თხას საშინელ პარტია გამოდიოდა ეს. კუბეოს არ მომდა გააკეთე გწელი. ლოქი აქ თხას ზორის თვე ვერ გააკეთა. აქ მაინც მოვიდა კუბე 4-ს, აქ უკვე ტლი2 მაქვს და ლაზერი D4-ზე QE3, აქ უკვე ეგეთი ცუდი აღარ არის. ლაზერი D3, ყველა სწორი გადაწყვეტილება. ლაზერი C2 რეალურად იძულებული ვარ, რომ ლაზერი C2-ს მოვიდე და აქ ლაზერი C2-ს კლავს, რაც კარგი სვლა კომპიუტერი იწახის. აშკარად უკეთესი იქნებოდა ლაზერის გაწევა, ან უბრალოდ დატოვება და ეტლის განვითარება. ლაზერი C2 გამიყვირდა. თან აქ უკვე საიტნოტში ვარ. სრულად უაზროდ საიტნოტში, როგორც უკვე ახსენი და ლაზერი C2 კაია რა. ეტლი C2 რაღაც შეიძლება ქნა ენჩპილში. აქ მოდის A6. 103 მიდიო, რაც ასევე არასუსტი სვლა არის, Q5, მხედარი F5. ისე წაგებული აღარ არის პოზიცია -3 იყო, ხა -1 არის, მხედარი E4-ს კლავს, არ არის თლაც ზუსტი, მხედარი G7, ეტლი D5, ეტლი F1, მხედარი F5-ზე შემეძლოს გადმოიყვანო და აქ თამაშობს ეტლი D3-ს. მხედარი F5-ს მოდივარ და აქ უკვე კომპიუტერისთვის ეს პოზიცია არის თითქმის თანაბარი. და მეც რო იქ უყურებდი თაფაზე ფიქრობდი, რომ ეს პოზიცია იყოს საკმაოდ ახლოს თანაბართან. თუმცა მაგ სადღაც 2 წუთი დრო სვლაზე 30 წამი გემატება. მაგასაც აღნიშნავ და მეტოქეს აქ გაცილებით მეტი, თითქმის 15 რა. დაახლოებით ალბათ ეგრე იქნებოდა და თუმცა არ მაქვს ენჩპილის კარგი ცოდნა და ვერ ვაფასებ ამ პოზიციას. ვერ ვისახავ სწორ გეგმას უბრალოდ, თორე პოზიციას ვაფასებდი, რომ დაახლოებით თანაბარი არის უკვე. ეტლი C4 არ არის ზუსტი გადაწყვეტილება, თუმცა ეტლი E3-ც არის ძალიან ცუდი სვლა და აქ მე ვთამაშობ კიდევ უფრო ცუდ სვლას ეტლი E4-ს. აქ უბრალოდ ეტლი E3 მიდათ მოვუდგენელი იყო ამ პოზიციაში. როდეს რომ გააკეთო, სადღაც წუთნახევარი მაქვს რომ და ფიქრობ და მხედარი E3-ზე ვხედავ რომ მხედარი D2-ია, მხედავ რომ ეტლი F7 შემიძლია მოკლა, მაგრამ ვერ ხვდები რატო არ უნდა წავიდე ამ ვარიანტზე, თუმცა უცებ ხედავ რომ ეტლი E4 მაქვს და რატომღაც მინდება ეტლი E4 მოკლა, ეგ დავაბნიო, არა და ეტლი E4 არის რეალურად მეორე სვლა არ კომპიუტერის, მაგრამ პირველი იმდენად ჯობია ეტლი E4-ს, რომ ეტლი E4 ცუდი სვლა. მხედარი E3 იქნებოდა სწორი, მხედარი D2-ზე ეტლი F7 და QB6 აქ სვლა, მხედარი C4-ს არ მოკავდა, რა თქმა უნდა. რომ მოეკლა, რაღა მიჭირდა. QB6 ქონდა შეიძლება ამისით შემეშინდა, არ მახსოვს, მაგრამ აქ ბოლოს ივით უნდა მეწია და ეს პოზიცია მეთამაშა მე. და ეგეთი მარტივი არ არის პოზიციის მოგება შავით. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, უპირატესობა ხდა იბრძვის მოსაგებად, ეგეთი მარტივი საერთოდ აღარ არის. ეს პოზიცია ბევრად ჭობდა იმას, რაც მე გავაკეთე. იგი გავაკეთე ასეთი სვლა, მხედარი D6, მხედარი F7, ეტლი F5. ახაც რეალურად -1-ია პოზიცია არ არის ეგეთი წაგებული, თუმცა შავს პაიკი ყავს, ელემენტი Q ყავს. რომელიც ჯობია მხედარს სკავს პოზიციებში და ეტლი F5 არასწორი სვლა მოეყვა C7, მხედარი C5 არ არის ზუსტი იდეა, QB6, ნეფეში 2 მოდივა, რაც არის ცუდი სვლა. A4 იქნებოდა უკეთესი კომპიუტერი ამოსთან B4. B4 ალბათ მართლაც უკეთესი იყო, C5 მოყვა C5 და აქ მოდის ეტლი D8-ს და აქ ვაკეთებ ისეთ სვლას, უბრალოდ ეტლი E5 სწორი სვლა და აქ ვაკეთებ ისეთ სვლას, რომლის მერეც უბრალოდ ნელ-ნელა მეთოდურად ვაგებ. აქ ჩემი ბოლო შანსი იყო ეტლი A5 მომეკლა. და როდესაც ეტლი D2 შემოვა, ნეფე არ ვიცი. თქვათ F1-ზე. ეტლი B2 ყდება და A4 და ეტლი G5 ეგება რაღაცა რეალურად არაფერი ხდება, ახაც ეტლი B5 აქ. მაინც წაგებულია მოკლედ, ეს ეტლემის ენჩპილი არის წაგებული. მოვდივარ ეტლი E2-ს და მე უბრალოდ ამ პარტიის თამაშიც კი საცოდაობა იყო. ნელ-ნელა გააძლიერა პოზიცია, მე ვერაფერი ვერ გავაკეთე და ამის მეტი აღარ მიწერია აქ. მგონი ბლანკზე უკვე ვეღარ კითხულობდი რა ეწერა და აზრიც აღარ ქონა, უბრალოდ წაგებული ეს პოზიცია აქ მე შემოდის, ამათაც ვაგებ და დამთავრებულია თამაში. ეს იყო მე-7 პარტია, რომელიც ერთადერთი პარტია იყო მე მგონი, სადაც მოგების არანაირი შანსი არ შემდეგი პარტიაც ვქავ, ეგეთი იყო. ეს გაცილებით უარესად ეს ძალიან ცუდად ვითამაში ეს პარტია. საკონძო მომენტი ამ პარტიაში მაინც არის, რა თქმა უნდა. აქ 4 სვლა. რომელიც ვიცი რომ არ არის სწორი, მაგრამ მაინც ვაკეთებ.
არ უნდა ითამაშო ეგეთი ცვლილები, ვისაც არ უნდა ხვდებოდე, თუნდაც შენზე სუსტი იყოს და ეს კაცი აშკარად არ იყო ჩემზე სუსტი არც რეიტინგით და თამაშიც მომიგო ფაქტია. უბრალოდ მე ითამაშო ის რაც არის სწორი სვლა. სწორი სვლა იყო მხედარი D2. კარგი, შევეშოთ ამ პარტიას, გადავიდეთ შემდეგ პარტიაზე. მერვე ტურში ხდებოდი. სუსტად რო გითხრათ. ოსტატობის კანდიდატი ესეც მიაწერია სეიდლი მირსალე. არ ვიცი როგორ თქვა, აზერბაიჯანელი იყო. 16 წლამდე ბავშვი იყო მეგონი. მეგონი 16 წლამდე იყო რა. ეგრე მახსოვს. 2002 ქონდა რეიტინგი. ნუ ამ პარტიაზე საერთოდ მოტივაციაზე დემაზე საუბარია ზედმეტია უკვე. კლავსიცხიანი მოვდივარ და თამაშობ ამ ვარიანტებს, სადაც კიდევ ერთ უცნაურ რაღაცას ვაკეთებ, აქ E4 არ არის ზუსტი სვლა, იმიტომ რომ როცა კულ გამოყავ E2-დან E4 აქ ასეთ მსგავს პოზიციებში ვიცი რომ არ არის ზუსტი და მაგაზე E6 შემიძლია ვითამაშო და უბრალოდ უკეთეს პოზიცია მრჩება რა. თუმცა მე რატომღაც მომინდა ეთამაშა E5. და ამის ახსნას ნუ მომთხოვთ ვერც აგიხსნით. ამდენად არ არის მარტივ ასახსნელი რატომ E5 რა. უბრალოდ E6 უნდა ითამაშო. ნუ E6 რა ვიცი მაგალითად მხედარი E2 D-ს მოკლავ და რომელთაც არ უნდა მოკლას, თუნდაც D მოკლას. უბრალოდ სასიამოვნო თამაში გაქვს რა. მარტივი თამაში გაქვს თან. მხედარს მოდიხარ აქ, მე აქ მოდიხარ A6-ია, 4. ვერ რაღაცეები აქ აქტიური პოზიცია გაქვს რა, რეალურად არაფერი არ აქვს ისეთი შავს. თეთრს უბრალოდ. გუეფოლსა პიდა მხედარი E5 იქნება. და გაცილებით უკეთეს პოზიცია, თუმცა მე მივედი E5 მხედარი E2 მხედარი H5, ეგრევე გავატარე F5, ანუ აქაც მინდა რომ პარტია მალე მოჩნდეს, თქმა წაგება არ მინდა, მაგრამ ვისაც ვსებს ვაკეთებ, რომ და დაუღმრადოებ პოზიციებს. F4 აქ არ არის სწორი სვლა და რეალურად არც არის, იმიტომ რომ აქ E4 მქონდა, თუმცა მე ვითამაშე A6. ნამდვილად არაზუსტი და საეჭო სვლა არის F, Q5 მოვიდა მხედარი F4, რაც ასევე არის ყოსული გადაწყვეტილება. გავცვალე, მოვედი მხედარი D7. ნუ აქ თანაბართან ახლოს დგას, თუმცა თეთრი ალბათ უფრო სასიამოვნოა რა, იმიტომ რომ ჯერჯერობით ცუდი გუმყავს აქ. ბაიგზე დაწოლა შეუძლია, მეფე მისი უკეთესია ცოტათი. Q6, ჩავედი Q7, არ იყო მთლად ზუსტი, თუმცა არც არაფერი გაუფუჭები ამ სულას, C2 და მხედარი E5. აქ არაფერი არ ხდება და უნდა აღნიშნო, რომ მეტოქე თამაშობდა ძალიან სწრაფად. ერთადერთი მეტოქე იყო, რომელიც ძალიან სწრაფად თამაშობდა და დანარჩენი თითქმის ყველა ჩემსავით საიდნოჩი იყო, ყველა პარტიაში. ეს თამაშობდა ძალიან სწრაფად და ყოველთვის მერე დგებოდა რა. არ ვიცი, ამიტომ იყო ასეთი დარწმუნებული საკუთარ თავში. თუ ზოგადად ეგეთი ტიპი იყო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდება, რომ დიდწილად მაგანაც შეუშალა ხელი. მხედარი E2 და აქ თამაშობ ლაზერი G5, რაც არის არასწორი გადაწყვეტილება. რეალურად აქ თეთრმა მომცა B5-ის გატარების საშუალება, ეს ბაიკი შემდეგში სუსტე იქნება და ჩემს უკეთესად B5 გავატარო აქ. ნუ თუ გადმოიყვანს მხედარი F4-ს მაგალითად DC-ზე, მხედარი E6, Q6, D6, უბრალოდ ამას გავწევ. დიდი ბოდიში. არაფერი ისეთი არ ხდება, რა პირიქით შვენიერ პოზიციას ჩავს. თუმცა ეს მომენტიც გავუშველი და მოვიდა ლაზერი G5, მხედარი F4, აქ უკვე მძინდება პოზიცია, იმიტომ რომ B7 სისტემა მაქვს, ლაზერის მაგ სისტემა მაქვს. მოდის ლაზერი C3, საუდიო მეფე G8-ს, მოდის B4-ს. კვლავ ვისაც წინა ვიდეოები გაქვთ, ნახე გეცოდინებათ. რატომ ახველებ არ მახსოვს ამ ვიდეოში ვამბობ თუ არა. არ არის საჭირო დიდად მაგის ყოველ წამს ხსენება და აქ ვითამაშე ცუდი სვლა მხედარი G6. უბრალოდ ამ მხედრის მოშორება მინდოდა და ისე მოუთმენლობა გამოვავლინა. სხვა შორის ბევრჯერ გამოვავლინა მოუთმენლობა ამ ტურნირის მანძილზე და შეგიძლიათ ისწავლოთ, რომ მოთმინება სწორ შემთხვევებში აუცილებელი არის. ახშია წარმატების მომენტი. მხედარი G6 ძალიან ცუდი სვლა არის. DC და აქ თამაშობს ეტლი B1-ს. ნუ მხედარი F4-ს ყლავ, G-F და ლაზერი F6. ლაზერს მიცვლის ცოტა გამიკვირდა, მაგრამ რეალურად ესეც უკეთესი ინჩვილია მაგისთვის ეტლი B7 Q4. და აქ მოდის მეფე F4-ს, რეალურად კარგი სვლა არის. ეტლი B2 უკეთესი იყო, ამბობს.
თუმცა ნუ ეს ეტლი სადაც კარგად ყავს და ეტლი F2 ეტლი B2 დიად საჭირო არ იყო თითქოს. Q2 და მოდის Q3-ს. Q3 ცოტა მეეჭვა. აქ ვფიქრობდი რომ ეტლი შეერთ უნდა მოსულიყო. რაღაცა მუხარებია მე ეტლი G6-ის თამაში მიწევს წესით, იმიტომ რომ ამის გაწევა ნუ ჯერთი Q4-ია მუხარა. ეტლი G6 მიწევს და მე D6 მოდის, ნუ სამძიმდება პოზიცია. თუმცა მან თამაშა Q3. Q3-ს მოვედი არასწორი შლა იყო ეს და ეტლი შეერთ ეტლი G6 უნდა ჩავფარო. და ჩემდა გასაკვირად ძალიან გამიკვირდა აქ ეტლი G6 მოკლა, ვერანაირად ვერ ახსენი ესვა. ეტყვა ჩათვალა რომ აქ მაინც მოგებული აქვს თეატრა და უკვე ვცნობ რომ აქ სერიოზული შანსები მიჩნდება ყაიმის. ნუ რეალურად აქ უნდა ეთამაშა, მე ვფიქრობდი უბრალოდ რომ D6 ამბობს კომპიუტერი. D6-ის მერე მართლა ძალიან რთულდება ეს პოზიციის დაჭერა. Q4 D7 ეტლი D8, ეტლი E1, უძლიერესი პაიკი. უცრავად ეტლი D1 კი არა ეტლი D1. D1 კი არა D1 უბრალოდ ეტლი E8 უნდა. Q7 უნდა ჩამოვიდე, ძალიან პასიურად ხავარ, ეს ძლიერდება ნელ-ნელა და ნუ ამის დაცვა ძალიან რთული არის. მე ვფიქრობდი რომ ეტლი G6-ზე ჩავაფარებდი მოვიდოდა ეტლი D1-ს. უცრავად ეტლი D1-ს. რაც ფეროთ უკეთესი იყო იმას რაც გააკეთა, Q4-ს უყურებდი. ანუ რეალურად Q5 ეკიდა მე ბევრგან. და რომ მე ეტლს კარგავდი და Q4-ს უყურებდი, რადგან უბრალოდ ეტლი C7 ჰქონია. რაც არ მიფიქრე აქ Q5-ს უკვე ვეღარ მოდის, იმიტომ რომ ეტლი G2 მექნება და მე P3-ზე Q5 მაქვს. და Q2 აკეთება და Q7 და ეს ყაიმია. თუ მაგას არ მოვიდოდა და მოკავდა, საერთოდ ცუდი იყო, იმიტომ რომ ეტლი და 4 ყავდი და კონტრ თამაშს ვიღებ, რითიც შემიძლია პოზიციის გადარჩენა მე. მაგალითად ასე, აქ ეტლი G4 მაქვს, D7-ზე უბრალოდ ბოდიში ეს არ გამედლთ, ქიში ამედლთ უნდა უთხრა და აქ ყაიმი არის. მე P2 D3-ზე გამოვედი D4-ზე და მე P4-ზე უბრალოდ გავცვლი. D4-ს დავდგები და ეს ვეღარ გადის, მე P5-ით მე მოვუახლოვდი. საბედნიეროდ მოგა ეტლი G6 აშე, ეტლი B6, Q4 ეტლი G6 მე P7, ეტლი C8, მე P6-ს თამაშობ, რაც შეცდომა არის, იმიტომ რომ A4-ში წამოყვანა შეუძლია და მე თამაშე ეტლი A8, A4-ის წინააღმდეგ. თუმცა აქ უკვე რაღაც ვარიანტებს უყურებ და რეალურად აქ რასაც უყურებდი, რასაც ვითვლივდი. დაგვნიშნო ძალიან ცოტა დრო აქვს, მეტყვი ძალიან ბევრი აქვს, საათი და 20 წუთი ახლა ალბათ იმას მე მაქვს უკვე 5 წუთამდე. აქ უკვე ვფიქრობ, რომ A5 უნდა წავიდე, თორე პასიურად დგომა არ მაწყობს რა. ნუ სწორადაც ვიფიქრე, წავედი A5, A4, მე B4, აქ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ თეთრი აღარ მოიგებს ამას. და შედარებით მარტივად ვთამაშობ, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი გახდა ჩემი აპაიკი. უბრალოდ შეზუსტების გამეორება მოვიდა Q2-ს. ეთყობა კიდე ქონდა რაღაც იმედი, ნუ Q2 მოკლა და თქმა უნდა. მე P2 მოკლა, აქ ვფიქრობდი რომ შეიძლება ეტლი A4 აეღო, მაგრამ ასეც რო ექნა თუნდაც, რა ვიცი, Q4-ს ვაპირებდი მოსულიყავი, F5 ალბათ ეტლი D6 მოკლავდი. შანსი არ არის აქ მოიგო. ვერ ჩავით ვერ მოიგებ და ვერ თეთრით. მოკლა მე P2 მივედი A3-ს, ეტლი A4, მე B3, A2 და გამეორ დასვლები, იმიტომ რომ ნუ ყაიმი არის, ახლა ამას არ შეუძლია თუნდაც რავი. სხვა რამეზე იფიქრო, მაგალითად მე P3, მე B2-ზე მე P4 რომ მოვიდეს თქვა. იმიტომ რომ ეტლი D6 მაქვს და ეგეთ რაღაცები არის. D6 ეტლი A2, P2. ამას დავიჭერ, თუნდაც იმიტომ რომ ამ ბაიქს მარტივად იყვან და მე ამას მოკლა. ეს ყაიმია. ახლა აღმოაჩინე რომ ახლა ეტლი D6 ერთ-ერთი სვლა არის საერთოდ. ეთყობა ამ ვარიანტამდე ვერც მივიდა ფიქრით. აი აქ ეტლი D6 ერთ-ერთი სვლა ყოფილა, იმიტომ რომ A1-ზე
P5-ია და მე ამას წავალ. თუმცა მე P4-ზე D6 მარტივად დავინახავ, იმიტომ D6 არ გვდება ერთი აზიაში გავდივარ. თუ არ მოკლავს და ფსარიზამს, აქ უკვე ერთი ჩაოლებლად აყაიმებს. მოკლედ ესეთი იყო მერვე პარტია, მორჩა ყაიმი საბოლოო ჯამში 8-დან დამიგროვდა 4 ქულა, რა თქმა უნდა, ახლა ლიდერების საუბარი აღარ არის. მე-6 პარტიის ყაიმმა განსაკუთრებულად გადაწყვიტა უკვე, რომ სატურნო мотиваცია ფაქტობრივად აღარ მქონდა და მე-9 ტურში მე ხვდებოდი ნახავ ამასაც ზუსტად სტეფანიან გაგიკ ესეც სომეხი მოჭადრაკე იყო და მე-9 ტურში უკვე იმდენად ცუდად ვიყავ იმ დილით, რომ აღარ წავედი უბრალოდ და ჩამეთვალა წაგება მაგის გამო. ამიტომაც საბოლოო ჯამში ტურნირი დავასრულე 4 ქულით, რაც არ არის მისაღები შედეგი. ყველაფრის დამიუხედავად, მაინც არ არის მისაღები შედეგი, ბევრად მეტის ამბიცია მქონდა და სურვილი თავისთავად. ერთადერთი დადებითი, რაც შეიძლება გამოიძენოს ამ ტურნირიდან, ის არის, რომ 27 პუნქტი მოვიმატე რეიტინგში და 1723-დან თვის ბოლოს ავალ 1750-ზე. მეტი სხვა რთულად ვიტყვი რამეს და შეიძლება ვთქვა, რომ 99%-იან სიზუსტით ვითამაშე, თუმცა დიდი არაფრის მომცემი არ არის ეგ. უფრო მეტად იყო ეს ტკივნეული ტურნირი. ძალიან ბევრი რამე მასწავლა საკუთარ თავზე და არა მარტო ამ ტურნირმა. ბევრი მოგებული პოზიცია გამანიავე და ისეთი შანსები ვერ გამოვიყენე, რომლებიც უნდა გამომეყენებია და ადრე ალბათ გამოვიყენებ. ტურნირის შეჯამებისთვის ესეც საკმარისია, საერთოდ ჯამში ყოფილი რა თქმა უნდა არ ვარ. მადლობა ვინც უყურეთ ყველა პარტიას, ან თუნდაც მარტო ამ ვიდეოს. ეს დაგვირდით ამ ვიდეო ამ პარტიების ჩაწერა და მაგიტომ ჩავწერე, დიდი სურვილი უკვე აღარ მქონია. ამჯერად არაფერს არ გვირდებით, არ ვიცი რას ვიზამ ჭადრაკთან დაკავშირებით. წარმატებებს გისურვებთ. თუ დამიტოვებთ კომენტარებს ამ ვიდეოებზე, გამოვიდა ვიდეოებზე სასიამოვნო იქნება მაინც. და რა ვიცი, წარმატებები, ჯანმრთელობას გისურვებთ აბა და კარგად.